მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბატონ ვლადიმერ ხომერიკთან ერთად ტრადიციულად. ვლადიმერ ხომერიკი რუსთა ქართულ ხალხთა ერთობის პრეზიდენტი, ღირსების ორდენის კავალერი, პროფესორი და ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს, მეცნიერებათა დოქტორი. ეხა ეს მოკლე ჩამონათვალი გავაკეთეთ, თორე ისე კიდე რო თქვათ, ეხა დღეს ვერ მორჩებით ამ ტიტულებზე საუბარს. ბატონო ვლადიმერ, დღეს მინდა რომ რამდენიმე თემა შევეხოთ ჩვენ საუბარში და პირველ რიგში ეხა ხალხი ღელავს მაინც მოსკოვში ვარ ჩვენ და რა ხდება მირეკავენ მართლა ესე იბომბება ეს მოსკოვი რა ხდება ჭიანჭველას პილოტ აქციეს თითქოს ეხლა მართლა აქ ხალხი პანიკაშია და ის რაღაცა და ის იმას კი არ ითვალისწინებენ ისრაელი მუდმივ ესეთ მდგომარეობაშია და ხალხი ცხოვრობს და აქ არანაირად არაფერი არ იგრძნობა. არავით არის პრობლემა არ არის და მოდი აი ამაზე ვთქვათ რატო ხდება ეს ესკალაცია აი ამ სიტუაციის და თავად ეხა ესეც ფაქტით შევაფასოთ რომ თავისხრი უსიამოვნო ფაქტია ესეც იმიტომ რომ ეხლა ვისიამოვნებს რომ მოსკოვის ობლასტში დრონები რაღაცა შემოტევა ნახოს. ისტორია ხარს რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი ამბავი, მაგრამ ხალხმა უკვე ჯერ ერთი შეიჩვია, მეორეთი კი ახლა დიდი საშიში არაფერი არ არის. კი ზოგ ოლქში, ბრიანსკში, კურსკში, იქეთ-აქეთ რაღაცები ხდება. მე აღწევენ იქ ახლა ძალიან დაბული მდგომარეობა კიდევ კრიმში. სოჩაშიც მოფრინავენ მე თუ მაგრამ მაგის ბირთვი აქვენ და არ უშვებენ ბევრს, მაგრამ konkretულად რამდენიმე ფაქტი იყო იმფერი რომ ზუსტად ურტყამენ სადაც ბოლშევიკია და სადაც ხალხია ეს ომის ვარიანტი არ არის. ეს სპეციალურად აკეთებს, იმიტომ რომ ზელენსკი ყველგან აგებს. ომს რა თქმა უნდა სასიკათ აგ მარტო ზელენსკი არ აგებს, მთელი ევროპა აგებს და მთელი 60 ქვეყანა რომელიც მხარს უჭერს და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლობენ, მაგენი აგებენ ზუსტად და იმიტომ აი ახლა არიან ამფერ შოქში რომ რაც ხა იმფერი გააკეთონ რომ რავენაერად შეაწუხონ რუსეთი და რუსეთის ხალხი. მაგრამ რუსეთი მაგას გაუძლებს რა თქმა უნდა იმ მომხდარი ამბავი როცა ბოლშევიკები დაბომბეს კოლეჯში ახლა მოხდა ახალი ამბავი რომ ავტობუსი რომ დაბომბებს და ეს კაკრა ბოლშევიკები იყვნენ ბელარუსიის ფეხბურთელების და ექსი დაზიარდა და ერთი კაპიტონი გარდაიცვალა. რა თქმა უნდა დიდი სამწუხაროს ამბავია და კიევი არ ამცხადებს, ხომხედავ რამდენს ბომბობს რუსეთი, ხო? კიევი არ ამცხადებს მამფერ რაღაცებს, იმიტომ რუსეთი არ კადრულებს იმას, რომ საცხად დაარტყა, სადაც ბოლშევიკია, სადაც ხალხი ცხოვრობს. რუსეთი ზუსტად არტყამს იმ წერტილებში, სადაც დასარტყმელია, სადაც არის ქარხნები და წარმოებები იქენი, რომელიც მუშაობენ ომზე და იქ თანაც ღამე, როცა ხალხი არ არის პროცესში და კი ბომბავენ ეგ სადაც სპეციალისტებია საზღვარგარეთის რა თქმა უნდა ეგ ზოგი ამბის მაგრამ ეს ომის ხალხია და იმიტომ რუსეთი არ კადრულობს რომ დააზიაროს ხალხი იმიტომ რომ ფიქრობს რომ ეს ომის დამთავრდება ხვალ და ამ ხალხთან კიდევ უნდა ცხოვრო და ამბავი ქონდა. მაგრამ რომ ეს მართლა გეტყვით იმით რომ ნამდვილად უფრო მეც როგორც თქვენ სწორად თქვი ჭანჭველას პილოტ აქცევენ. ზუსტად ასეა, მაგრამ ის ჭანჭველად ცოდვაა, იმიტომ რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ბევრს ხდის. მაგრამ ერთი რა არის კიდე საქართველოში შეიქმნა ის აჟიტირება ამითი ამათ გონიათ რომ რუსეთი მარცხდება და საქართველოს უნდა დაიწყოს ამერიკისკენ სწრაფვა. ეხა არ მინახა გვარსახელის დასახელება ერთ-ერთი პოლიტიკოსი პარტიის ლიდერი გამოვიდა იმ დღეს. ის კაცი რომელიც აქ რუსეთში ჩამოდიოდა დაფინანსებებს იღებდა ლაპარაკობდა რუსეთთანო დავამყაროთ კარგი ურთიერთობაო და ისაო საქართველოს ისაო რა ქვია ამერიკისკენ უნდა წავიდესო და საქართველოს ამერიკული ქვეყანა არის. ეხლა არ ვიცი რა აქამდე არავის არ უთქვია ესეთი რამე და ამათ მართლა გონიათ რომ ესე იგი ესეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს. პუტინი გამოვიდა და თქვა რომ ჩვენო ესო არის გამოწვევაო რომ შევქმნათო ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემები რომ ეს აღარ გაირღვესო. და პრინციპში ესეც არის ახლა ამ ომმა
ანახა ზოგი სისუსტე რაც არის, ზოგი პლუსი და ეხლა ამათ გონიათ რომ ეხლა უხარვეზო არავინ არ არის და გუმბათი გაირღვა. ისრაელის გუმბათი გაირღვა. ეხლა სად ისრაელი კახეთის ხელა ტერიტორია და სად ამხელა რუსეთი. და დავინახეთ რომ ისრაელი ფაქტობრივად ძალიან ძიმად მდგომარეობაში ჩავარდა. და ამიტომ ეხლა რუსეთი აქედან დასკვნებს გამოიტანს და ისევ გაძლიერებული გამოვა. მაგაში სწორია, რუსეთი ახლა ძლიერია, მაგრამ მე ვთქვი რომ რუსეთს არ უნდა რომ ხალხი დაზიაროს და მარტო აი ზუსტად როგორც ქვია операция военная, не такая глобальная война. Ვიცი დიდი ომი არ არის, სადაც ხალხი იწყვეტებოდა ეს. რუსეთი ჯერ ამ პოზიციებზეა. ევროპა აგებს და იმიტომ არის, მაგრამ იმიტომ ურყავენ იმ წერტილებზე, რომ რაღაცა ხმაური გაჩნდეს, რომ აი ვიღაცა ბავშვი მოკლეს, ვიღაცა ქალი მოკლეს, მაგრამ ომში ეს გამარჯვება კი არა, ეს არის ნოლი. და ნამდვილად აგებს ომს მთელი ევროპა და არ იციან რა გააკეთონ. მთელი ევროპა ხომ ხედავთ მარტო უკრაინაზე მუშაობს. ყველაფერზე და უკრაინას ფეხებზე კიდიან, მარტო უნდებიან რომ რუსეთი დააზიარონ, მაგრამ არაფერი არ გამოდის. ხომ თქვეს мы побеждаем, мы должны, наша задача уничтожить Россию. ხო ამბობენ. მაგრამ ეს სად არის ახლა? ახლა მაგას არ ლაპარაკობენ. ახლა ამბობენ რუსეთი ომს ვერ მიეგებს. ადრე ამბობენ დავამარცხებთ, ახლა უკვე მაგას ამბობენ, მაგრამ ეს ნამდვილად მაგენეს სიზმარში გამოგონილი ფანტაზიებია. რუსეთი ომს არ წააგებს და რუსეთი თუ ყველამდე მოუვიდა თუ ძალიან ბევრი გაუჭირდა, მე მგონი ბირთვსაც დაარტყებს და რაც იქნება საჭირო ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ რუსეთი არა მაგის გარეშეც მოიგებს. მაგის გარეშეც მოიგებს, რუსეთი არასდროს არ დაეჩოქება. არა, ამათ კიდე ამ ქართველი აი ხო, აი სწორი ხართ, მაგაში აი ჩვენ ქართველები უნდა ამერიკასკენ კი არა, საქართველოსკენ უნდა წევიდნენ, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე. ახლა ვიწყეს, ჯერ ამბობდნენ დამოუკიდებლობა, რუსეთი არ გვინდა, ეს არ გვინდა და ახლა თვითონ ეძებენ პატრონს, ძაღლებით რომ მე ამბონ ვიღაცას, ამერიკას ან ევროპას. შვენიერი ღმერთით მოცემული ქვეყანა, მიწები, ყველაფერი, ხალხი დაიკავოს თავის ისტორიული პოზიცია. რა თუნდა ვიღაცას მიწევა და მოწევა. გააკეთონ თავისი საქმე, განვითარდნენ, გააკეთონ რეკრეაციული ზონები, დასასვენებელი ზონები და მერწველობას გაშალონ, იმ თხელი უნარი აქვენ და ყველაფერი აქვენ მაგისთვის საქართველოს და ყველასთვის იქნება მისაღები. მაგრამ აი ეს არის რომ იგენი ერევა საქართველოსშიც საქმეებში და აი ყიდულობენ ამფერ პოლიტიკოსები კი არ დაეწყება ამფერ საზოგადოების ჭანჭველებს. და ლაპარაკებენ ასე ორკაპეკად და აფუჭებენ საქმეს, საქართველოსაც უპუჭებენ საქმეს იმისაც და კიდევ ერთმანეთში უნდებიან რომ რუსეთი და საქართველოს სიტუაცია დაეძაბოს, მაგრამ როგორ უნდა დაეძაბოს საქართველოს ეკონომიკა, უმეტესობა საქართველოს ექსპორტი ყველაფერი რუსეთის კედაროსაა, ყველანაირად პროცენტის შემადგენლობით და რუსეთიდან შემოდის ძალიან ბევრი რაც საქართველოს სჭირდება. მე მგონი ეს არის იმფერი თამაში, რომელიც არც საქართველოს არ სჭირდება და არც მოუხდება. არა, თან რა არიცი. აი ხა მე მყავს ევროპაში ნაცნობები, მეგობრები და ესე იგი ეხლა იმხელა ჩავარდნა აქვთ აი ფინანსებში, რომ ძალიან ამკაცრებენ შემოწმებებს ორგანიზაციებში, რომ აი ჯარიმები დაადონ სხვადასხვა სტრუქტურებს, სამედიცინოა, სამრეწველო, ფინანსური, რომ ამოქაჩონ ის რაც აქვს ჩავარდა. გიგანტები, მაგალითად გერმანული გიგანტები გავიდა ევროპიდან, გერმანიდან ამერიკაში გადადის უკვე. ხო და კრიზისი არის, ძალიან დიდი კრიზისია და რუსეთი მე ესენი ვერ ხვდებიან, რუსეთი ფიტავს თვითონ ამ ევროპას. ამათ ხომ უნდათ რომ ამ სანქციებით რუსეთი გამოუფიტოთ და თვითონ გამოვიდა. თვითონ, იმიტომ რომ მენდელევის ფორმულა რო აიგო ყველაფერი ამ რუსეთში არის, ყველაფერი. ნავთობი, ეხა სირცხვილია ხალხო, იმას მაინც როგორ იძახიან რომ რუსეთშიო ნავთობის პრობლემა არისო და ბენზინის პრობლემა არის. არ გით რაღაცას ყაპრებს რო ყვებით რა. არ ვიცი, ესეთი რაღაც გაუგებარი. თანაც ახლა იმდენია რომ ყველაფერი ეყოფა რუსეთსაც და ყოველს ვისაც უნდა ეს ნავთობი და ეს ყველაფერი რუსეთში არის. სწორი ხართ თქვენ, სიტუაცია დაეძაბა, მაგრამ ევროპა გახდა მათხოვარი. ხომ ხედავთ, რამდენი სპირდებიან და რამდენიმე მილიარდი ვერ ნახეს, რომ
თვითონ ახლა მისი დახმარება უკრაინისთვის და იგიც ვერ ნახეს და ვერაფერს ვერ აკეთებენ. თვითონ არის მათფორები, თვითონ ძალიან გაჭირვებაში არიან, დიდ გაჭირვებაში აი ზუსტად იმისათვის, რომ მithom რუსეთი მიაყენეს სანქციები. თვითონ არის სანქციების ქვეშ დღეს მაგენი და რუსეთი სადაც არის საჭირო და რაც არის საჭირო ყიდის. თვითონ ამერიკაც ყიდულობს რუსეთის საქონელს და თვითონ გამოაცხადა აგერ დღეს და ზოგიერთი ემბარგო მოხსნეს ნავთობაზე და იმაზე ხომ ეს რუსეთი მართლა დიდია რუსეთი რა თქმა უნდა გაემარჯვოს და მე მგონი საქართველოს და რუსეთი უნდა გახდნენ რეალურ პარტნიორად და დაიწყონ ლაპარაკი იმისათვის რომ აი საქართველოს პრობლემებიც დააყენონ გადასაწყვეტად რომ მშვიდად დამთავრდეს ყველაფერი. ეხლა რა არის ეხლა პეტერბურგში ჩატარდა 3+3-ის ფორმატი რა. და იქ იყო ეხლა ნახე ერთ-ერთი წარმომადგენელი საქართველოსდან ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი. ესე იგი ეს კაცი თან იძახის ამ ინტერვიუ აიღეს რომ ჩვენო უნდა ვიცოდეთო ყველაფერი რა ხდებაო არ უნდა ჩამორჩეთო ამ პროცესებსო იმიტომ რომ ესო მნიშვნელოვანია და თან იმას იძახის თავის გამოსვლაში რომ ჩვენი პარტიის პოზიცია არისო რომ არ შევერთეთ ამ 3+3 ფორმატს. არა თან იძახის რომ მნიშვნელოვანია გავიგოთ თან არ უნდა. Я очень рад, что нахожусь здесь. Я услышал много интересных мнений с высокопоставленных чиновников из Российской Федерации и экспертов, и людей ученых. Я думаю, надо обо всем говорить. Как я отметил на моем докладе, когда вокруг тебя что-то происходит, и моя страна там 3,5 миллиона человек, и вокруг еще 5 стран, огромных стран что-то обсуждают, надо об этом думать и какую-то стратегию надо разрабатывать. В первом плане, вот потому я и здесь приехал, чтобы услышать, какой может Грузия вывлечь выгоду от этого и вообще что происходит узнать, потому что, если честно, нету такой информации в Грузии, понимания вообще, что этот формат представляет и какие развития будут. И вообще, как во всем мире такая суматоха, прямо скажем, что очень много неясностей, и партнерство, и дружественные отношения очень часто меняются, и наоборот меняются, люди страны часто меняют свои позиции, потому, в любом случае для Грузии какую-то стратегию надо разрабатывать. На этом этапе я четко хотел бы еще раз сказать, что Грузия не поддерживает этот формат. Как я еще раз хочу сказать, у государства есть взгляд, и вчера МИД Грузии заявил, что на этом этапе неприемлемо для нас участие в 3+3. Это я хочу четко сказать. И я избиратель, я являюсь госчиновником, но я избиратель и поддерживаю правящую партию, и их позиция абсолютно совпадает с моей позицией. Это я хочу сказать. Но однако, что я говорю, что я сказал, что когда в комнате находится слон и говорит, что слона в комнате нет, это нереально и несерьезно. Здесь происходят серьезные дела, серьезные сдвиги по всем направлениям. И у России, у Армении тоже непонятные какие-то сейчас отношения. У всех там война вообще в Иране идет, и на этом плане очень много неясностей. И потому что, я еще раз отвечаю, потому и мой приезд здесь, чтобы услышать мнение. В любом случае, все войны заканчиваются за столом переговоров. И в любом плане мы должны говорить и обсуждать. И когда страна с населением 3,5 миллиона, ты должен понимать, что не мир вокруг тебя вертится, и обо всем надо прагматично думать и стратегически мыслить в долгоиграющем периоде. ბიჭო, რაღაც მიდიხართ ამ ღონისძიებებზე, ტყილა მაშინ თუ არ გინდა, ჯერ რატო არ გინდათ ერთი ვერ ხვდები ამ ფორმატში მონაწილეობა. მე კიდე ერთი რამე არის კიდე ეს ფორმატები, რომელიც სტარდება ხო რუსეთში.
არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის. ეხლა ევრაზიული ფორუმი იყო, მაგალითად ჩატარდა პერმში, ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ, დეპუტატები იყვნენ პარლამენტიდან და აი ახლა რომ რუსეთს რაღაც პრობლემები აქვს, ზუსტად აქ არის შანსი ახლა რომ შენ რუსეთს დაანახო რომ მე შენ გვერდით ავარ, თორე გაშლის უფრაზე არავინ არ დაგვრჩენს შენ. ძალიან სწორი ხარ ბატონო ეკოს, ძალიან სწორი და ლამაზი ანალიზი გააკეთეთ, ნამდვილად ასწია. ახლა რუსეთს კი რა თქმა უნდა, ახლა რომ თქვა თლათ არ უჭერს, არა უჭერს, მაგრამ ეს პრობლემები ჯერ ერთი დროებითია. მთელი ევროპა ებრძვის და რატო ებრძვის? დროებითია და მაგას რუსეთი გადალაყავს თავისუფლად. რუსეთი მართლა მდიდარია, როგორც თქვით, რუსეთში არის 34%-ზე მეტი, რაც არის სიმდიდრე ქვეყანაში, მიწაში და მენდელეევის ტაბლიცა და ყველაფერი არის რუსეთში. რუსეთი არის ყველაზე დიდი ტერიტორია. და რუსეთში ცხოვრობს და რუსეთში ცხოვრობს სულ 2%-ზე ნაკლები ადამიანი და რუსეთი თვითონ საერთოდ თუ დალაგდება და თუ არ იქნებოდა რუსეთში ზოგი არასწორი ეკონომიკის განვითარება და არასწორი პროცესები, რასაც ეძახიან კორუფცია და იგი რუსეთში ყველა მოქალაქე იქნებოდა შეიხი, იმიტომ რომ იმხელა სიმდიდრე და იმხელი ყველაფერი. როგორ მაგას დროც მოვა, ეს გადასავალი პერიოდია მაინც რომ რუსეთს ყველა ებრძვის საერთაშორისო კავშირი დაინგრია რუსეთს ყველას უნდა აი რუსეთი რატომ არის ამფერი მდიდარი ჩვენს გვინდათ, ნაწილი ჩვენს გინდათ, შევიდეთ ხარბობენ ყველა რუსეთის და იმიტომ ცოტა უჭერს ეს პროცესები, ყველათ აგერ უკრაინაში რა უქნეს. ეს მაგანის მუშაობა ხო ამერიკის და ევროპის რომ დაიწყო ეს რუსეთი, უკრაინა და რუსეთის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ეს მალე მორჩება და რუსეთი იქნება მართლა ეკონომიური ლომი. ხლათ რომ მე მგონი ეს ნავთობის და იმის მარტო ყიდვით კი არა, ახლა თითქმის ნავთობის ყიდვა პროცენტებით იყო სულ 50%-მდე ბიუჯეტში შემოსავალი ნავთობიდან და გაზიდან. ახლა ეს დავარდა, მაგრამ რუსეთს ეს არ უშლის. რუსეთს მაინც აქვს შემოსავალი, მაინც ვაჭრობს და ყველაფერი აქვს. რუსეთი ნამდვილად აი როგორც ხედავთ პუტინის გამცხადებებით, მიდის გამცხადებებით იქიდან აქედან ქართველი ხალხი უყვარენ უნდებიან რომ დაალაგონ ყველაფერი, ხედავენ ქრისტიანულ ხალხს თავის მართლა დიდებულის მოწვევის ხალხს. მეტი არავინ არ ყავს ჩვენ გვერდში. საერთოდ საქართველოსაც და რუსეთსაც. რომ ასე ვთქვათ, ბელარუსიაში ანახვარი და მეტი თითქმის არსად არაა. და იმიტომ მე მგონი რომ ადრე ხანში ეს დალაგდება და მეც ვთხოვ ჩვენ ქართველებს, ჩვენ თავრობას რომ იხმარონ იმხელა ჭკვია რომ თავის საქმე არ გააფუჭონ, იძრუნონ და იფიქრონ საქართველოსათვის და საქართველოს რამდენჯერ თქვი ადრეც საქართველოს გასაწყნელი განვითარების კილტი ყველაფერი დევს რუსეთში. გასაღები. ყველაფერი დევს რუსეთში და თუ დავიწყეთ ჩვენ ლაპარაკი აგერ რუსეთი ახლა მორჩება მაგომსაც ეს ბოლომდე მე მგონი ყველაფერი დამთავრდება რა თქმა უნდა. და რუსეთი რა თქმა უნდა გამარჯვებულია და გამარჯვებულიც გამოვა. იმ ტერიტორიები ჩვენში რომ დარჩეს რუსეთს კი არ უნდა. იმდენი ტერიტორია აქვს რომ არ იცის რა უკოს ეგერ 1 კილომეტრზე ერთი ადამიანი არ ცხოვრობს იმხელა ტერიტორიები აქვს, მაგრამ რუსეთი ებრძოლა იმიტომ რომ მართლა დიდებულ ხალხს ჩაგრავდნენ ხო და ზუსტად იმიტომ დაიწყო ეს ომი და თუ მაგენცის დონბასი და დონეცკი და რაც ხალ ლუგანსკი მოლანსკი კი არ უნდოდა. ჩაათრიეს უბრალოდ ომში რომ სხვა გასაგებია. მაგრამ ერთი რამე ახლა ჩვენი გასაჭირი გვაქვს. ეხლა ბოლო სულ იმას მოუწოდებთ 15 წელია ხელისუფლებას მოუწოდებთ რომ გადადგით ნაბიჯი რუსეთისკენ, გადადგით და ესენი კიდე იძახიან, ახლა 14 წელი არიან ხელისუფლება. არა, ჯერ დაგვიბრუნონ, მერე დაველაპარაკებით. აღარც უკვე აი ყელში ამოვიდა უკვე და აი გული მერევა ამაზე ერთი და იგივეზე ლაპარაკი. მაგაზე ბევრს ლაპარაკობთ, სწორი ხართ და მაშინ შევახსენოთ ჩვენ ტელემაყურებლებს. აბა რა ლოზუნგით მოდიოდა ოცნება, როცა არჩევნებზე გადიოდა. რუსეთთან დავალაგებთ, რუსეთთან დავიწყებთ ლაპარაკს. ხომ იყო ეს ლოზუნგები ყველა არჩევნებზე ეს გადის.
მაშინ რატომ არ აკეთებენ მაგნაბილს და ახლა პირიქით ამბობენ ჯერ დაგვიბრუნონ და რა თქმა უნდა თუ არ დაიწყე ლაპარაკი თუ ემტრები და თუ აგინებ რუსეთს და რუსოფობიას თუშლი მაშინ რა თქმა უნდა რუსეთიც გაჩერდება რაც არ უნდა კარგად იგრძნოს თქვენს საქართველოსკენ თავისი აზროვნება და ის იმიტომ რომ მე მგონი რომ თავრობას ესმის მაგი ხალხი უკვე აი ხედავთ თუ ჩვენ თავრობა მარტო რუსკერო ევროპას ხომ უტევს ევროპასაც რა თქმა უნდა ახლა განცხადებებით ხო მაგრამ ეგეა რომ განცხადებებით თავრობა რუსეთს არ უტევს რუსეთს და ეგეც უტევს ეგეც დიდი საქმეა რომ არ უტევს იმიტომ რომ ესმის რუსეთის როლიც რუსეთის ძალაც და მართლა რუსეთის როლი საქართველოს განვითარებაში და საქართველოს კეთილ გზაში. არა, ეხლა რა არის თქვენ რო თქვით, ეხლა რუსეთს არ უტევსო, ბოლო პერიოდში ცოტა რაღაცები შეიცვალა მაგ მიმართულებით. აგერ ადამიანი და ეგენ ზოგ გამოსტენებს აკეთებენ. კი, მაგაზე არ მაქვს საუბარი. ეხლა ბოლო დღეებში ორი კვირის წინ დაიჭირეს გულბა აცხილაძე, რომელიც ესე იგი ეხა არ აცხადებენ, მაგრამ მე ვიცი რომ ეგ რუსეთის, ესე იგი როგორც მაქვს. არა, რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობას ედავებიან კაც და აი ეს ვასაკეთებ. ხო, ბიჭო, ეხა მე არ ვიცი, ეხა თან ვერ ბედავენ მაგის თქმას. საქმეც მაგაშია. ვერ ბედავენ ამის თქმას, რომ ეს რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობას ედავებიან და ეხლა კარგი რა სირცხვილია, ეხა გულბა აცხილაძე ღიად აგენტი და ჯაშუში არის ის ვის ფარულად მოქმედებს. მართლა კარგად ვიცნობ გულბას და იმით რომ მეცინება აი ნამდვილი გულფრინდი ჭკვიანი ბიჭი რომელიც არის რეალურად საქართველოს პატრიოტი რომელიც ზუსტად ის უნდა რომ დაელაგებია საქართველოს იმიჯი აი ეწევია რუსეთთან რუსეთსაც მოუდგეს მეგობრულად ძმურად ზუსტად მაგას აკეთებდა მეც კი არაფერს და ჯერაის ჯაშუშია ჯერეთი რა უნდა იცოდეს იმფერი რომ რაც უშპიონოს და იმფერი რა არის რომ რუსეთი არ იცოდეს რა არის საქართველოში ბატონო ვლადიმერ მან რა ხდება იცით უყურეთ მაგ მუხში ჯაშუშობის მუხში არის ძალიან ისეთი ბოდიში და ძალიან ცუდი ჩანაწერი იქ მუხში არის დამატებული ესეთი რაღაც ანუ ჯაშუშობას მუხლი შეიძლება წაგიყენონ თუ კი ესე იგი შენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ აწვდი ინფორმაცია სხვა ქვეყანას რაღაც ფინანსური სარგებლის გარკვეული მოტივით. ესე იგი, უყურე ახლა რა ხდება. მე რო აგერ კონფერენციაზე ჩამოვდივარ მოსკოვში. რო გამოდის ხალხი, ის ამბობს რა ხდება მის ქვეყანაში, ყირგიზეთში, მოლდოვეთში, მე ამბობ საქართველოს. ესე იგი, გამოდის რომ ვისაც რუსეთთან ურთიერთობა, მარტო რუსეთთან კი არა, ყველთან. ვინმეს თუ აქვს ურთიერთობა ესე ქვეყნებთან, შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი, ესე იგი, ჯაშუშად გამოაცხადოს. რა შუაში ახლა აბა მე აქ მისთვის სათევზაოდ ხوار მოვდივარ ახლა ვერ გავიგე და რა რუსეთს კიდე რაში ჭირდება გულბა აცხილაძის მიწოდებული ინფორმაცია სპუტნიკიდან აკონტროლებს ბაზები საქართველოში აქვს საჭველასად გადაისვევ რომელ გზაზე გადავალ იმას უკვე საქართველოს სტრატეგიული ობიექტები ეს წყალი ჰესები ყველაფერი მის ხელშია რა ჩანდა ვის ხო და ანუ ეს არის ცუდი ჩანაწერი რომელსაც დღემდე არა უქმებენ და აი ამ ჩანაწერით აი ბევრი შეცდომა შედის არა კი არ იტყვის იმას რომ საიდუმლო ინფორმაცია მაგას არც გედავებიო გეტყვის საიდუმლო ინფორმაცია აი შენ ინფორმაციები მიაწოდებო და ეს არის სისულელე აბა მე ინფორმაციის მიწოდება როგორ შეიძლება შეფასდეს რომ კონფერენციაზე მოდიხარ აქ ხო ჯერეთი თქვენ ინფორმაციას არ ამცელებს რომელიც არის დაკეტილი და რომელიც რაც არის ღია იმას რომ კი რაც უფრო მეც წერენ და რაცაც ჩვენ ვამბობთ უფრო მეტი ხო შეიძლება ესეთი ჯერ სულელური მუხლია და ეს არის მუხლი რომელთაც ნებისმიერ კაცი ეს გადაატრიალეს ეს მუხლი საერთოდ უკვე მის წინამდე ხომ აი ზუსტად ევროპა და ამერიკა რომ ესე ID და სხვა ორგანიზაციები რომ აფინანსებდნენ იმ ოპოზიციას პირდაპირ აფინანსებდნენ რომ ქუჩაში გამოვიდეს და თუ თქვენ არ იჭერთ იმას ვინც მოლოტოვის ბოთლებს კოქტეილებს ისრულის და ვინც თავს დასმოუზავს პოლიციას და იმას თუ თქვენ მაგას არ იჭერთ და არაშენ ციხეში მაშინ იმ გულბას რომელსაც ალალად აკეთებს საქართველოს საქმე რომელიც ისტორიაზე ფიქრობს ჩვენ ხომ ერთად ვომობდით იქ არის დამარხული
რუსეთი ჯარის ხალხი, რომელიც გაათავისუფლეს სამამულო ომის. რა თქმა უნდა, სამამულო ომისაც და იმპერიის კი, რუსეთის რომელიც ხო ერთად ვიყავით მე და გულბაათი კი. მესმის მე ვიცი და ეს თუ არ გაგახსენდა, ეს თუ არ გააკეთე, მახსოვრობა თუ არა კაც წარსულის მომავალი იმას არ ექნება და ეს ზუსტად მაგ სასიკეთე ამბოსაკეთებდა. ეხა ყველაზე გულდასაწყვეტი რა მოხდა კიდე. ესე იგი, მამა გარდაეცვალა, ძალიან ისეთი ცნობილი პიროვნება იყო, ხო და ეს მამა გარდაიცვალა და ესე იგი, არ მისცეს უფლება მამამისის გასვენებაში მისულიყო. ბიჭო, ბათიაშვილი მიიყვანა სააკაშვილმა, როცა მამა თუ დედა ბიჭო, თანასწორი იყო. ხო, სააკაშვილმა არ გააკეთა ეგა. და ეხლა ზურა გირჩია ჯაფარიძეს გარდაეცვალა დედა თუ მამა და მიიყვანეს. ესე იგი, ეხლა რას უფიქრდები, იცი? ეს რუსულ-ქართულ თემაში ვინც მუშაობს, არა თუ ადამიანად, ზაღლად არ გვაგდებიან რა. ზაღლად არ გვაგდებიან. კი, ჯერ ერთი მარტო მაგაში არ არის. ვინც მაგას აკეთებს, მე მგონი ეს არის უმეტესად საქართველოს პერიოდში ჯაშუში ის არის, ვინც ამწარებს ამ სიტუაციას. ეს ერთი. მეორეთი კი, აი თქვენ სტორი თქვით, ეს პრობლემები, რასაც გულბატი აწევდა, სხვა აწევდა და აი ეს ბოლო რაც მოხდა, მე მგონი ერთ მართლა არაადამიანური მოქცევა იყო იმის გვერდიდან, ვინც ეს გააკეთა. მე არ მგონი რომ ახლა პრემიერი და ბიძინა იცოდეს მაქსაკიძე და ვიღაცა იქობამდე არასულ ეს და ზუსტად რასაც აკეთებენ მაგენა, ეს ზუსტად ის ჯაშუშები, რომელიც არის თავრობაში დარჩენილი, ძალიან ბევრი არიან მაგენი ყველა. აი ზუსტად მაგენი საქმეა, რომ ხალხი აფორი აქცეს ადგეს და ამ არასწორად საქციელებისათვის ადგეს და ზუსტად მიადგეს სახელმწიფოს ხელმძღვანელებს. აი ამ საკითხზე ეს სპეციალურად კეთდება და რა თქმა უნდა პოზიცია რომ თქვით თქვენ ეს რომ აფინანსებს და არ აფინანსებს ის იყო მიღებული ზუსტად აი რაც ადრე თქვი იმის წინამდე არა კი იმის წინამდე რომ რაცა კონფერენციაზე თუ გამოგიძახეს, მაი ყველგან მსოფლიოშიც მიღებულია ბილეთად ღებულობენ და კამანდიროს სასტუმროს გაძლევენ და იმის ფულს გაძლევენ. ეს კი არ არის, რომ საცხა ფულს ღებულობ, როგორც მილიონებით ღებულობდნენ, იქა და ხალხი გამოყვავდნენ ქუჩაში. მასე მეც უნდა დავეჭირე მაშინ ეგრევე. ყველა უნდა დაეჭირო. მე ამ კონფერენციებზე მოვდივარ აქ ჩემს საქართველოს საქართველოს დადის კონფერენციებზე და ყველგან აგერ ახლაც თქვით ხომ იყო ჩამოსული პიტერში კონფერენციაზე ეს მეტრეველი. ხო, აი მეტრეველს რატო არ იჭერთ მაშინ? აი მეტრეველი დაიჭირეთ მაშინ, ეხლა მეტრეველი ჩამოსულიყო ინფორმაცია გადასცა. ყველა დაიჭირეთ, ეს ასე კი არა, ნამდვილად ჩადრით არა დახურული ქვეყანა და ზუსტად მტრები აკეთებს მაგას. ეს მიმართვა გავაკეთებ. ეს შევწუხდი ძალიან, იმიტომ რომ მე არ მინდოდა ამ საქმეში მართლა უმკითხა დიდი ჩარევა, იმიტომ რომ დაეწყებდნენ მხავილი ეს ზუსტად ნაგავი ვინც არის იქა და ვინც მაგას აწრის, დაეწყებდნენ. აუ, აგერ არ ხომ ხედავთ კრემლის აგენტი გამოვიდა ხოლმე და აი გულბათ მხარს უჭერს. მე მხარს უჭერ, იმიტომ ვიცი რომ ნამდვილი პატრიოტია საქართველო. ინსტიტუტის ჰუმანიტარული აქცია ბერშუეთში და ბრალდებების სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მისამართით ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლები სუსის თანამშრომლებს მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ორგანო დღემდე ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფება. თემის დეტალები ნახეთ გვანცა დოლუაშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტში. 1 კილოგრამი მაკარონი, წიწიბურა, შაქარი და 1 ლიტრი ზეთი ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში დღეს დაახლოებით 200-მა ოჯახმა მიიღო. აქცია სოფელ ბერშუეთში გაიმართა, თუმცა ჰუმანიტარული დახმარება ზეღდულეთსა და კირბალში მცხოვრებლებმაც მიიღეს. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, ამ სამი სოფლიდან 200 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი შეირჩა და დახმარების მიმღებ პირთა სიაც შესაბამისად წინასწარ შედგა. თუმცა ბენეფიციარების ამ ფორმით შერჩევა მიუღებელი აღმოჩნდა ზეღდულეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისთვის. ზაზა მუზაშვილი ჰუმანიტარულ აქციაზე მივიდა და ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მსგავსი მოკრძალებული ჰუმანიტარული აქციების ჩატარების შემდეგ ბევრი ადამიანი უკმაყოფილო რჩება. როცა ესეთი დახმარება ხდება, ხო, ეს ან სულ ყველას უნდა დაურიგოთ, ან საერთოდ არავის არ დაურიგოთ. მე ჩემი საქმე არის ეგა, სხვა არაფერი. იმიტომ ბევრი მრჩება უკმაყოფილო. თქვენ არა თქვი ჯობს სამი მანქანა უყენიაო და ხო, ის ესეც სახმარები. აი, ეხლა აბა ის არის გართულება რაღაცა იმაზე, რომ გრეჩი ხა დავარიდოთ. აი ეს არის უბედურება საქართველოს.
და ამ ხალხმა უნდა გაიგოს ყველა ხალხო რასე დღეში იქნებით სულ სანამ არ მოგვარდება ურთიერთობა. მოდის სულ ყველას დაურიგოთ მაშინ ეს თუ ეგრეა და არ ვინა ეს ერთეულები სულ ყველას ურიგებთ კაცო, აი რა 200 ოჯახზე ჩამოვიტანეთ. თითო და ორაკა მე ცხოვრობს 200 ოჯახი მარტო კირბალშია და ეს 430 რა რა თქვით გაჭირებული ხალხი ვიცი. აქ არის 700 ოჯახი. ამ სოფელში ცხოვრობს 700 ოჯახი. სულ აქა და კირბალში. ყველა გაჭირებულია, ყველა არავის არ არისო. აქ დარხინებული, აქ არ მოვიდოდ ეხლა გერთმეშო. აი ვინც არის ყველას 1 კილო გრეჩეხის გულისთვის ნახდათ არავინ მოვიდო. მე თვითონ მწვენია ეხლა მე ამ ხალხის ადგილას. ზეღდულეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის განცხადებით, მის თემში შემავალ სამ სოფელში 1000-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა კი მისივე თქმით სოციალურად დაუცველია. სწორედ აღნიშნული საფუძველზე მუზაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ჰუმანიტარული აქციები გარკვეული დახმარების გაცემას ძიმე სოციალური პირობების მქონე მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის ითვალისწინებს, რაც დახმარების გარეშე დარჩენილთა პროტესტს იწვევს. ამ მდგომარეობიდან გამოსავალს თავად აქციის ორგანიზატორები ხელისუფლების გააქტიურებაში ხედავენ. მათი თქმით, მსგავს ჰუმანიტარულ აქციებს ამ სოფლებში ხელისუფლებაც უნდა მართავდეს. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციის ერთიანი საქართველოსთვის მებრძოლთა კავშირის თავმჯდომარე გივი ვანიშვილი თვლის, რომ კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც უნდა იზრუნონ. უკიდურესად გაჭირვებულია მოსახლეობა. თუნდაც ეს მცირედი დახმარება ეს არ არის რაღაც მიზერულია, მაგრამ მაინც ვძილობთ რომ რაღაცნაირად ელემენტარულად შევუმსუბუქოთ. ახლა ჩვენ არა ვართ ხელისუფლება და არა გვაქვს რაღაც ბიუჯეტი გარკვეული რომ რაღაცნაირად უფრო მეტი გავაკეთოთ, მაგრამ აი თქვენ თვითონ ხედავთ და იღებთ რომ აი ამითიც კი კმაყოფილები არიან ეს. უბრალოდ ელემენტარულად რომ მოვიდეთ, კვირაში ერთხელაც რომ ამოვიდეს. ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და გაესაუბროს ამ მოსახლეობას. ესეც უკვე დიდი შვებაა ამ ხალხის. ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მსგავსი ჰუმანიტარული აქციების გამართვას მომავალშიც გააგრძელებენ. აღნიშნულს დადებითად აფასებენ ადგილობრივებიც. როგორც ისინი ამბობენ, სოფელში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე მათთვის მცირედი დახმარებაც მნიშვნელოვანია. აი ყოველთვის რო იყეც ეს ცუცუ დახმარება ჩვენთვის შეღებათია. 7-8 მანით და ზუსტად აგენტები კრემლის კი არა, სხვა ქვეყნების არიან მაგენი. და ჩაერიოს სამრობამ და ხალხმაც უნდა თხოვოს ეს საკითხი. ხალხმა დღეს თუ ერთს მიადგენ, ხვალ მეორე. აი ხა ირაკლი ზაქარიშვილიც ასევე პიროვნება იყო, ადვოკატი, რომელიც რუსულ-ქართულ თემაზე მუშაობს. ეს კაცი აქ შეიძლება არ დადის რუსეთში, მაგრამ სოციალურ ქსელში ყოველთვის რუსეთთან მეგობრობაზე ლაპარაკობს და ეს კაცი გამოვიდა ჩემი შვილიცო, ჩემი საქმიანობის გამო დაიჭირეს. ესე იგი ვერ გავიგე ხა შვილებზეც გადავიდნენ, უკვე კაცო შვილებსაც არ ვაშვილე. ეს დიდი უბედურებაა. და კაცი ძახის გამოვიდა და მეო თავის მოკლა მინდოდაო და პროცესი რო პირველ ინსტანციაში მოიგო პროცესი, მეორე ინსტანციაში 3 წელი მისცეს მიშვილს. კაცო ვერ გავიგე ქვეყნის ამ მომგდებებს არ იჭერენ და რაღაცა დაერივნენ ამ ხალხს და ეხლა ბოლო უკვე მართლა დადგება ის საკითხი, არავით არის განსხვავება თქვენსა და ნაცებს შორის არ არისო და ხალხი იტყვის რომ რაც გინდათ ის ქენითო რა. აი ძალიან სამწუხაროა და მე ზუსტად ჩემ გამცხადებაშიც მაგაც მივაჩნია რომ ეს რაც გზაზე ხდებიან ახლა და ამ ფერ რაღაცებს რომ აკეთებენ, ეს არის სააკაშვილის გზა და მე მგონი დროზე უნდა ჩამოვიდნენ მაგზიდან თუ არა და ხალხი მაინც რამდენი უნდა ეთფინოს ხალხმა და სააკაშვილი იმიტომ მოსპის რომ ზუსტად ამ ფერ რაღაცებს აკეთებდა. ეს ზემატყეპა რომ იყო აგერ ციხეებში, ზუსტად ბოლო რაც იყო, რაც გადააგდო სააკაშვილი რაც მოიყვანა ოცნება, ეს იყო ციხის ამბავი. და ახლაც თუ აგი დადგა ეს ყველაფერი, ეს დრო და ეს იმპერიული მართლობა, რა თქმა უნდა, არა, კადრები ეს სპეციალურად აკეთებენ, რომ აი საქართველოში ზუსტად შეცვალ მთავრობა და თავრობა უნდა იყოს. არა, ეხა ბატონ ძალიან თხილად და ძალიან აზროვნულად. ეხა ბატონ ვლადიმერ გავრცელდა კადრები ეს რა ქვია? ციხეში. მე ვნახე კადრები ძალიან. ციხეში არა, პოლიციაში. პოლიციაში ცემეს. მე ჯერ გორში ცემეს. ეხა ვიღაცა გამოდის ეს სექტის წარმომადგენლები, ტაშის კვრელები და იცახ ეგო კაცო დადგმული იყო. ბიჭო, რა შუაშია? პოლიციელი ხო იყო? დადგმული რა შუაშია? პოლიციელი ხო იყო? მე დავსაჯეთო, მაშინ სააკაშვილიმაც დასაჯა იცის კადრები. ბიჭო, ჩვენ სააკაშვილი იმიტომ გადავაყენეთ ასეთი რაღაცა ხდებოდა. ეხა გორში მოხდა
იქ მოხდა იმ პოლიციაში და ეს ეხა თან გადაღებული ვარ ყოფილიყო, ვერც ვერავინ ვერ გაიგებდა ამ ყველაფერს, ხო და ბიჭო, რაღა განსხვავება იქ იმ ჯაშუშებზე დაიწყეთ ვითომ ჯაშუშებზე, აქ პოლიცია უტყაპუნებს ხალხს. იგივე გამოდის და აიო დასაჯეს, სააკაშვილს დასაჯა, გირგვლიანის კვლელები დასაჯა და ეხა მე სააკაშვილის მომხრე ხო არა ვარ, მაგრამ რა განსხვავებაა? ეს აქ უკვე ისე მიდის სიტუაცია ტოლობისნია. ეხა იმ დღეს კიდევ რკინიგზის უფროსი დაიჭირეს. ესე იგი პრემიერები დაიჭირეს. ყველა ვინც იყო ამ ხელისუფლებაში, ყველა დაიჭირეს და 14 წელია თუ ყველა ცუდი იყო. ესე იგი გამოდის რომ შენ ცუდი ხარ, ხო? ეს აღარ გამოვა ესე რომ იცი რა მე არ ვიცოდი და მომატყუეს. რას ნიშნავს? ოჯახის თავი არის, ისა მე თუ ცუდი დანიშნე მე აჭვაჭვა. შენ რატო დანიშნე, ხო? არა ბატონიკოს რას გეტყვით თქვენი ნერვიან მესმის ნამდვილად ნერვიანობთ იმიტომ რომ პატრიოტი ხართ საქართველოს და არ გინდათ რომ ეს მოგწეს მაგრამ რაც ხდება თავრობამ უნდა გაეგოს რომ მაგე აკეთებენ რევანშისათვის საქართველოს რომ დადგა ახლა მithom თავის გზაზე და თვითონ ევროპა გეისროლა გვერდში და თქვა ჩვენ ასე მოგველაპარაკებით ჩვენ ვართ სახელმწიფო და გავაკეთებთ ისე რაც უნდა ჩვენ ხალხ და ჩვენ აი ეს არ მოსწონეს ზუსტად და იმიტომ დაიწყო ეს პროცესები კიდო იმიტომ არის ჯაშუშები რომელიც მაგას აკეთებენ იქ თავრობაში ვინც არის დარჩენილი მე მგონი ნახევარზე მეტი ზუსტად ის კადრებია და საქართველოს მტრებია მაგენი აკეთებენ ყველაფერს და მაგენ ხო მაგრამ დავიღალეთ ბატონო 14 წელია უკვე ესენი ხელისუფლებაშია იმიტომ უნდა ვთხოვოთ და ისიც 9 წელი იყო ესე 14 წელი არის ასჯერ უნდა შევახსენოთ თავრობას ეს პროცესი ხდება ეს ხალხი მაგას ვერ მოეთმენს და იმიტომ უნდა იყოს ცლილებები საქართველოში რომ ხალხმა დაიჯეროს თავრობას და უჯეროს და იფიქროს რომ რეალურად თავრობა ზრუნავს ხალხის სიკეთესათვის და ეს ფაქტები რა თქმა უნდა ძალიან აწუხებს მოსახლეობას და გამეყვანს ხალხს ქუჩებში და ეს უკვე მე მგონი აი ცოტა დამშვიდ და დამთავრდა ეს პროცესი მithom იმ ოპოზიციას მithom მოერიას მაგრამ ახლა ახალი ტალღა იწყება და მე რა არის არა იცით რით არის საშიშო ეს ტალღა რომ ამ ტალღაში ახალი ხალხი შეერევა ვინც უკვე ვერ ითფენს ვინც იგენის მომხრე იყო მომხრეებს არ თურმენ და იგენის ხალხი იგენის ეს ვინც იგენს ხარს უჭერდა ეგენი კი დარჩენ ახლა დაემატება ეს უბრალო ხალხი ვისაც წუხს ეს რასაც აკეთებენ და სპეციალურად აბრაზებენ აკეთებენ მაგას არა რა არის ყველაზე ცუდი ეხა 5 წელით მეტი არის უკვე ისინი 9 წელი იყვნენ ესენი 14 წელი ხო და უყურე რა ხდება ბიჭო თუ ყველა ბანდიტი და ოხერი იყავდა მთავრობაში თუ კი ეკონომიკა ვერ მიდის წინ ხალხიდან დაიცალა ეს საქართველო მერე რუსოფობია არ აღმოიფხვრა ქვეყანაში ესე იგი გეუბნებით სააკაშვილის დროს არ იყო ისეთი რუსოფობია როგორიც ეხლა არის სააკაშვილის დროს ესე ქუჩაში რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე მომუშავე ადამიანებს თავს არ ესხმოდნენ მე უბრალოდ არ შემიძლია ვარსახელების დასახელება ვინც ამ სფეროში მუშაობს თვითონ არ ამბობენ მე როგორ თქვა ფიზიკურად გაუსწორდნენ ამ ხალხს გესმით ფიზიკურად ყველა პლატფორმიდან ეს ხალხი გაცამტვერებულია ბიჭო შენ თუ რუსებთან ურთიერთობების დალაგებას აპირებ ხო მაშინ პირიქით ამ ხალხს უნდა შეუწყო ხელი შენ თუ ვერ იძახი აბას ხო მე აგერ ხო ჩვენ ტელევიზია გქონდა დაგვიხურეს ყველაზე რეიტინგული აგერ ვალერი კვარაცხელი ტელევიზიაში იყო ის ტელევიზიაც რა ვიცი აღარ არის უკვე გადაცემაც ინტერნეტში მიყავს არაფერი აღარ არის და ვერ გავიგე რაღაცა ხო უნდა დადებითი იყოს რა ეხა ესა ვიძახი ჩვენ დასავლეთს ესე ლანძღავეთ დასავლეთ თუ ლანძღავთ და დასავლეთი თუ არის გინდა ამოიღე კონსტიტუციიდან ჩანაწერი რომ ნატოსკენ მიდის ის ო ეს არის უბედურება ეხა იტყვის ვიღაცა ისაო უმრავლესობა არ აქვს საკონსტიტუციო მაშინ ადექი ჩაატარე ის არჩევნები ვადამდელი არჩევნები ჩაატარე და იმას ასე ყოველთვის იქნებათ მიზეზი გესმით არა გვაქვს უმრავლესობა არა გვაქვს ვერად და იქნება ეს ჩანაწერი ყოველთვის ასე კი და ეს დიდი უბედურება რომ სახელმწიფო რომელიც არის თავისუფალი და რომელიც ამ მოუკიდებლები ვართ კონსტიტუციაში უწერია რა უნდა ქნას ეს რა არის კონსტიტუციაში უნდა ეწეროს რომ ხალხი იყოს განვითარდეს ეკონომიკა განვითარდეს რა იდეოლოგიით უნდა ვიაროთ მაგისთვის და რა რით ავაშენოთ ქვეყანა თუ არა თუ უგრძალი
ერთმა მთავრობამ თუ მიიღო ეს კონსტიტუციაში და მეორე თვითონ რამათმა მიიღეს. ხო, ვიცი და მეორე მთავრობა უკვე მაგასაც არ შეუძლია გადაცვალოს ეს კონსტიტუცია. მაშინ ეს არის დიდი უბედურება ბატონოს და ადრეც იყო ეს ყველაფერი. რამდენი პოლიტპატიმარი იყო, ციხეებიც იყო ამ სილდა. სამწუხარო იმიტომ მოვიცილეთ მერე. მაშინაც იყო ძალიან ბევრი დაჭერილი ხალხის ქუჩაში თავდასხმას ვინც რუსეთის კედაროს მუშაობდა ეგენიც რა თქმა უნდა, მაგრამ უბედურობა უფრო მაშინ იმაში იყო, რომ ჩაგრავდნენ ზუსტად ქართველებს. ქართველებს სადაწყობები ბიზნესს ანგრევდნენ, კეთილ ოჯახებს ანგრევდნენ, ბიზნესებს ართმდნენ, ცემა ტყეპვა და ახლა თუ ეს დაიწყო, მაშინ ძალიან სწორი ხართ, მაშინ სხვა გამოსავალი ხალხს არ უტყიებენ ხალხს და იგივე ახლა ერთადერთი ბოდიში ახლა მე აქ რუსეთიდან დადებითი სიმპტომები ხა ყოველ კვირა არა, მაგრამ ხშირად უსვამ კითხვას და უკვე უხერხულში ვარდები, რამდენჯერ უნდა დადებითად შეაფასოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მარია ზახარო და ბიჭო ერთი სიტყვა ახლა 10 ჯერ რო შეგაქებ ერთხელ მადლობა მაინც გადაიხადე რომ მადლობ თქვი ან ენა გამოყავი და თქვი რომ აი ენაზე გაწერია რომ მადლობას იხდი და ეხლა ამ დასავლეთს კი ბაშვებიან მაგრამ მაინც ამ დასავლეთისკენ მიექანებია კაცო ეს კი თან აკიდებენ ამ დასავლეთს და თან იქით კერბებიან უკრაინელებზე აქამდე იძახდნენ რომ ზელენსკი ამოგდები იყო ეხლა ზელენსკის და ხვდებიან შეეშინდნენ ალბათ ზელენსკის რა ვიცი ახლა შეეხუტენ ხო იმ ფაშისტ და ფაშისტურ რეჟიმს არა რა არიცი ეხლა იმ დღეს ლუკაშენკო გამოვიდა და სიტყვაზე ცოტა მეც გამიკვირდა ლუკაშენკო ბოდიში მოუხადა ზელენსკის ეხლა მაგრამ ეს იყო სახელმწიფოებრივი ბოდიში. იმიტომ რომ საზღვარზეა და მაინც რაღაცა ეთყობა ლავირება სახორციელებს რომ არ უნდა პოლიტიკური მე არც მოვესალმები ამას. ხეთთან და იმას არ აქვს პოლიტიკის გასაგებია, მაგრამ ნუ ხო დაარღვიეს ყველა პოლიტიკური კანონები და ნორმები. გასმით და იგენი ხოცავენ ეგერ ბოლშევს ხალხებს. კი, ბელორუსები, ბელორუსიას მოუწია აგერ აი ბოლოს და ბოლოს. ბოდიში რომ მიხადა ალბათ იმიტომ მოუკეთეს მაგი. და მაგენს მარტო ძალაშვილის და მეტი არაფელიაშვილის ზელენსკის და იმას და ჩვენი საქართველოს სწორი ვარ თქვენ. ჯერ იმით დააბრალეს გამოვიდნენ ჩვენი ჩათრია ვუნდებიან. ნომში და ახლა თვითონ ეხუტებიან. ეს მე მგონი არასტორია надо последовательную политику вести. არა, გულბაათისნაირ ხალხს იჭერ ქვეყნის ამონგდებათ იმაშვები და ლომჯარიები, გიგაურები ბოკერიები, ჩერბოლეიშვილები ყავთ იმაში ჩახუტებული გვერდში. ვინც მართლა დასაჭერია და ამერიკის აგენტია და დასავლეთის, იმათ თიც ვერ კიდებენ. და საწოდავი გულბაათი, რომელიც ასაკოვანი, ჯამთელობა შერყეული კაცი შეაგდეს ციხეში. ეს კაცი იქ შეიძლება ვერც გამოვიდეს იმ ციხიდან, იმიტომ რომ მოსახლეობის ვითომ აი რომ რუსებს ემჯია. ხო და რუსხო მეთო მიგენს რევერანსი გოუკეთონ საერთოდ და თვითონ თავისი ხალხით შეაშინონ. ესეც არის პრობლემა. ესე იგი ნუ გამოდიხართ, ნუ ამბობთ აგერ დაგეჭირდა აგერ. ეხლა შვიდკო იყო ჩამოსული მასში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კულტურის საკითხებში. ეს იყო კი, უდიდესი სირცხვილი იყო თეატრში მივიდა 10 კაცი ესწრებოდა იმ ღონისძიებას. ამხელა კაცი ჩამოდის იმიტომ რომ ხალხი უკვე დაშინდა. უკვე რუსეთის ჩატარებულ რაღაცა ღონისძიებაზე კაციშვილი აღარ მივა. იმიტომ რომ რა არიცი უკვე არაფრის გამო კაცი შეიძლება დაგიჭირონ და უკვე ხალხი უკვე ფთხილობს. შეიძლება იქ ეს არის, აი ზუსტად ეს არის შიშის დაყრა. ეს არის თქვენ რატო გონით მე რატო წამოვედი ამ ქვეყნად? მე მესმის რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მე რო ყოფილიყავი შეიძლება. აკაც ეგერ თქვენ იმას სურათებს და იმას ავსილებ მithum შენ კარგის გარდა არაფერს არ აკეთებს. და ეს ნაძ ვიღაცა სულელები არის. გასაგებია, სულელებია ნახევარი. მაგაზე იმუნიტეტი მაქვს მომუშავე. არა, მაგაზე კი არა. და მე კიდე ბოდიში ხომ ახსელებენ ამ ფერსონაჟებს. ეს ყველაფერი ზუსტად იმისკენ მიდის. აი მაგალითად რეჟისორშინიან დაიწყო ლაპარაკი ახლა ბეзвიზზე. ხო, ოვიზო იმას თომ ევროპა ახლა გააჩერებს და თვითონ ეს შეაშინა საქართველოს შეაშინა კი არა უნდა უხაროდენ მაგეთ მოხდება ჩვენი ხალხი უკან გაცარდა გევიდა საქართველოში ხალხი არ დარჩა
ვინც ჭკვიანი იყო, შანსი იყო, წევი და ვინც შანსი არ აქვს, ეგერ ბორდიჩე და ტრაკებს უბანანონ იქ იმ პენსიონერებს საზღვარგარეთში და რაღაც ქუჩებში დადიან და ქუჩებს ხვეტავენ და რაღაცებს აკეთებენ. და საქართველოში ხალხი არ დარჩა და რატო უნდებიან ვიზვიზი რისთვის? გააკეთონ iferi მდგომარეობა ხალხი დარჩეს, იმუშაოს, სამუშაო ადგილები ქონდეს და იმრავლოს ეს საქართველო. კი ბატონო. კარგით ბატონო ვლადიმერ და რა ვიცი იმედია რა ვიცი რაღაცა გამოსწორდება ჩვენ ახლა მაინც იმედით ცოცხლობთ და რა ვიცი მე მგონი რომ რაღაცა გარკვევა მოხდება სიტუაციების უახლოეს პერიოდში და რა ვიცი ხა საკუთარი თავის მტრები მე მგონი არ არიან და ხარაკის ნუ გაიკეთებენ იმიტომ რომ არ ვიცი სხვანაირად რა თქმა უნდა შეიძლება მე შეიძლება ისეთი პროცესები წავიდეს ქვეყნიდან ვერც ვერავინ ვერ გაასწროს ისეთი ამბავი მოხდეს დიდი მადლობა ვლადიმერ ხომერიკი თქვენ დიდი მადლობა მეც იმედი მაქვს რომ ზუსტად ასე იქნება და კიდევ ერთხელ მიმართავ საქართველოს მთავრობას რომ გულბადის საქმე გადახედონ და ეს რუსოფობია საქართველოში უნდა მოისპოს. კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდი.